ზოგიერთ იშვიათ და ტრაგიკულ შემთხვევაში დაკარგული პირის გამოძიება რამდენიმე კვირაშიც ხდება და დაკარგული ადამიანი აღარასოდეს პოულდება, თუნდაც 10 წლეულების შემდეგ. სხვა შემთხვევებში კი საბოლოოდ პოულობენ მათ და მათ ხშირად ძალიან საინტერესო ისტორია აქვთ მოსაყოლი. ნომერი 10. 1975 წელს 22 წლის მამაკაცი სახელად Travis Walton-ი მუშაობდა ხე-ტყის მჭრელად აპაჩის სიდგრივსის ეროვნულ ტყეში არიზონაში, როდესაც ის გაუჩინარდა აუხსნელად. როდესაც საბოლოოდ იპოვეს, მან მოყვა ამბავი, რომელსაც უმეტესობა ძალიან ძნელად იჯერებდა. მოცემული ადგილი მდებარეობდა თურქის სპრინგსთან ახლოს და იმ დღეს 1975 წლის 5 ნოემბერს Walton-ი და მისი ჯგუფი დაძაბულად მუშაობდნენ. Travis მერქნის ჭრაზე მუშაობა 1 წელიც არ ჰქონდა და მიუხედავად იმისა, რომ ეს საქმე ძალიან რთული იყო, მას როგორც ჩანს სიამოვნებდა. მერქნის ჭრის პროექტი, რომელზეც ის მუშაობდა, ჩამორჩენაში იყო, მაგრამ ჯგუფი მაინც აგრძელებდა მუშაობას და ყოველ დღეს სტაბილურად მიიწევდა წინ. ყოველ საღამოს სამუშაოს დასრულების შემდეგ მამაკაცების ჯგუფი, რომელშიც შედიოდნენ John Gula, Dwayne Smith, Alan Dallasy, Kenny Patterson, Steve Pierce და Mike Rogers-ი ერთად მიდიოდნენ სახლში მანქანით. მაგრამ ამ დღეს რაღაცა უცნაურმა მიიპყრო მათი ყურადღება. 7-ვე მერქნის მუშამ შენიშნა შემზარავი სინათლე, რომელიც დღის სიღრმიდან მოდიოდა და მათ გადაწყვიტეს გაერკვიათ რა ხდებოდა. როდესაც ისინი მიუახლოვდნენ ადგილს, დაინახეს თეფშის ფორმის ობიექტი, რომელიც თითქოს მიწაზე ჩამოვარდნილი იყო. მოგვიანებით ისინი გაიხსენებდნენ, რომ ობიექტიდან სინათლის სხივი გამოდიოდა და მათი უმეტესობა იმდენად გაოგნებული იყო, რომ ვეღარ მიუახლოვდა. მხოლოდ Travis-მა ვერ შეიგავა ცნობის მოყვარეობა და კოლეგების გაფრთხილების მიუხედავად ობიექტს მიუახლოვდა. მათ განაცხადეს, რომ ობიექტიდან სინათლის სხივი გამოვიდა, რომელმაც Travis-ი გუნგერტში დაარტყა, ჰაერში ასწია და შემდეგ ისევ ძირს დაანარცხა. ეს დანარჩენ 6 კაცს შეეშინდა და მაშინვე გაიქცნენ, მაგრამ პირობა დადეს, რომ Travis აუცილებლად დაბრუნდებოდნენ და შეამოწმებდნენ. მათ ცოტა ხანს დაიცადეს, რომ ენახათ რა მოხდებოდა და როცა ყველაფერი დამშვიდა, დაბრუნდნენ იმ ადგილას, მაგრამ შეშფოთდნენ, როცა აღმოაჩინეს, რომ Travis-ი იქ აღარ იყო. რის შემდეგაც ქალაქში გაიქცნენ, რათა დაკარგული ადამიანის შესახებ განცხადება შეედანათ. როდესაც მათ პოლიციას თავისი ამბავი უამბეს, გამომცემლები გასაგებად სკეპტიკურად იყვნენ განწყობილნი. მაგრამ მალე მათ ეჭვი გაუჩნდათ, რომ მერქნის დამუშავებელთა ჯგუფმა ეს ამბავი მოიგონა იმის დასაფარად, რომ Travis-ის სიცოცხლე იმ დღეში დაასრულეს. ყველამ დათანხმდა პოლიგრაფის ტესტის ჩაბარებას და ყველამ წარმატებით გაიარა. შემდეგი 5 დღის განმავლობაში ისინი მტკიცედ ამტკიცებდნენ, რომ Travis-ი შეიძლება ისევ ტყეში იყოს სადმე, მაგრამ პოლიცია მაინც ეჭვობდა. მაგრამ 10 ნოემბერს ყველაფერი შეიცვალა. Travis-ის ოჯახმა ხელისუფლებას აცნობა, რომ მან მათ ჰებერში სატელეფონო ჯიხურიდან დაურეკა და მამაკაცების მონათხრობი დაადასტურა. მან დაამატა, რომ უცნაურ არსებებს მოიტაცეს და სხვა მზის სისტემაში წაიყვანეს, სადაც მის გარშემო ვარსკვლავები ხედავდა, მაგრამ არც მზე და არც პლანეტები არ იყო. მან აღწერა ეს არსებები როგორც პატარა ზომის, დიდი თავებით და ყავისფერი კომბინიზონებით. მათ განკურნეს მისი დაზიანებები წინა ინციდენტიდან, მაგრამ როცა გათავისუფლება შეეცადა, კვლავ დაკარგა გონება და საბოლოოდ ჰიბერში გამოიღვიძა. დღეს მისი ამბავი უცხო პლანეტელთა შესწავლის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ისტორიად რჩება და ხშირად მოჰყავთ უფოლოგებს უცხო პლანეტური სიცოცხლის მკიცებულებად. ნომერ 9. ყველა მონაცემით 1976 წლის აგვისტო ძალიან ცხელი და ნოტიო თვე იყო ბეთესდაში, მერილენდის შტატში. აქ გაუჩინარდა 35 წლის დენის რარიკი, მას შემდეგ რაც დატოვა იდუმალი წერილი, რომელმაც მისი ოჯახი 14 წლის განმავლობაში დაბნეული დატოვა. იმ დროს დენის რარიკმა სახელი გაითქვა როგორც მათემატიკოსმა და კომპიუტერული მეცნიერების ექსპერტმა და მან წარადგინა ნაშრომი ხაზოვან გამოთვლაზე ჰააგაში, რაც მის კოლეგა მეცნიერებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. მიუხედავად იმისა, რომ მიზეზი არასდროს გამშავნებულა, ცნობილია, რომ დენისი მძიმე დეპრესიაში ჩავარდა, რასაც მისი მამა დაადასტურებდა იმ წლებში, როცა დენისი დაკარგული იყო. ამის მიუხედავად არასდროს ყოფილა რაიმე ნიშანი იმისა, რომ მას ოჯახის მიტოვება სურდა, რაც მის გაუჩინარებას კიდევ უფრო შემაშფოთებელს ხდიდა. ერთ დღეს იმ თვეში მან უბრალოდ დატოვა თავისი ბინა და თავისი პირადი ნივთების უმეტესობა იქვე დატოვა. როდესაც მან ვერც მეგობრებს და ვერც ოჯახს ვერ დაუკავშირდა, მათ განაცხადეს მისი გაუჩინარების შესახებ და მერილენდის პოლიციამ გამოძიება დაიწყო. როდესაც დენისის ბინა გაჩხრიგეს, აღმოაჩინეს, რომ მისი საფულე, მანქანა, პირადი დოკუმენტები და სხვა ნივთები დატოვებული იყო. ასევე იყო შემაშფოთებელი წერილი, რომლის გაგებაც გაუჭირდათ. წერილში ეწერა, რომ მან გადაწყვიტა წასულიყო ისეთ მოგზაურობაში, საიდანაც აღარ ბრუნდებიან. იმის გათვალისწინებით, რომ დეპრესიას ებრძოდა, ეს ამბავი მის ოჯახს დიდად ანერვიულებდა, რადგან მათ არ ჰქონდათ წარმოდგენა, რა განზრახვები ჰქონდა დენის. ბოლოს დღეები კვირებად იქცა, შემდეგ თვეებად და წლებად. ამ დროის განმავლობაში მისი ძმა იმედს არ კარგავდა, რომ დენისი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, მაგრამ საბოლოოდ სასამართლომ გადაწყვიტა, რომ დენისი იურიდიულად გარდაცვლილად გამოეცხადებინათ. მხოლოდ 14 წლის შემდეგ ამოხსნეს საბოლოოდ ეს საიდუმლო.
მის ოჯახს აცნობეს, რომ დენისმა სახელი შეიცვალა და ლეონარდ კოენი გახდა, ის ცხოვრობდა სან-მარკოში, კალიფორნიაში, სადაც ახალი ცხოვრება დაიწყო ახალ ოჯახთან ერთად, რომელსაც წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ ის დაკარგული ადამიანი იყო. მან ასევე არ უამბო ამ ოჯახს თავისი წარსულის შესახებ და მისმა მეუღლემ შეეგუა იმ ფაქტს, რომ ლეონარდი სინამდვილეში დენისი იყო, კაცი, რომლის წარსულიც მას არასდროს სცოდნია და ის 7 წლით უფროსი იყო, ვიდრე ამტკიცებდა. როცა მკითხეს რატო გადაწყვიტა გაუჩინარება, მან განაცხადა, რომ ეს არ ყოფილა ერთი კონკრეტული მოვლენა, არამედ მისი დეპრესიის დაგროვილი შედეგი, რომელიც უკვე აუტანელი გახდა. მან დაიწყო ბიზნესი როგორც ალგორითმების დიზაინის ინჟინერმა მირა მესაში და საბოლოოდ მიიღო მაგისტრის ხარისხი. ბოლოს მან მოიკრიბა გამბედაობა და თავის ახალ ოჯახს გაუმხილა თავისი ძველი ცხოვრება, რის შემდეგაც დაუკავშირდა მამას და აცნობა, რომ ნამდვილად ცოცხალი იყო. მას შემდეგ მან ბოდიში მოუხადა ყველა მონაწილეს, განაცხადა, რომ იცის თავისი ქმედებებით ბევრ ადამიანს გულისტკივილი და სევდა მიაყენა და ბოლოს მამასაც შეხვდა. სამწუხაროდ, დედამისი გარდაიცვალა ისე, რომ ვერასდროს გაიგო რა დაემართა მის შვილს. და მისი აღიარებების შემდეგ მან გადაწყვიტა კალიფორნიაში დარჩენილიყო თავის მეორე ოჯახთან ერთად. ნომერი 8. როცა 55 წლის კენეთ როდმანი 2010 წელს უკიდურესად შემაშფოთებელ გარემოებებში გაუჩინარდა, მის მეგობრებსა და ოჯახს სჯეროდათ, რომ ის ტრაგიკულ ავარიაში დაიღუპა, მაგრამ სინამდვილე ბევრად უფრო უცნაური აღმოჩნდა. იმ წლის დეკემბერში ის კალიფორნიაში ცხოვრობდა, მაგრამ გადაწყვიტა გამგზავრებულიყო კუინსლენდში, ავსტრალიაში, სადაც მეგობართან დარჩა. საუბარი იყო სახლზე, რომელიც მობრაიში, ფორტ დუგლასის მახლობლად მდებარეობდა და კენეთი ხშირად დადიოდა კაიაკით ახლომდებარე წყალსატევზე. იმ წლის 21 დეკემბერს ყველაფერი ჩვეულებრივად გამოიყურებოდა. ყოველ შემთხვევაში, კენეთის მეგობრის თქმით, რომელმაც ყურადღება არ მიაქცია იმას, როცა კენეთმა უთხრა, რომ ისევ აპირებდა კაიაკით გასვლას, როგორც წესი, ის რამდენიმე საათით მიდიოდა და შემდეგ ბრუნდებოდა სახლში, მაგრამ იმ დღეს ასე არ მოხდა. როცა ის საღამომდე სახლში არ დაბრუნდა, მისმა მეგობარმა ინერვიულა და პოლიციას დაუკავშირდა, რათა ეცნობებინა, რომ კენეთის უსაფრთხოებაზე ღელავდა. მაშინვე დაიწყო ძებნა, მაგრამ დინარემ, სადაც ის წყალში იყო გასული, ვერანაირი კვალი ვერ მისცა იმის შესახებ, რა დაემართა მას. ძებნა 2 კვირაზე მეტ ხანს გაგრძელდა და საბოლოოდ ცუდი ამბავი მიიღეს. კენეთის კაიაკი აღმოაჩინეს მოანგის სანაპიროზე, დაახლოებით 10 მილის დაშორებით მომბასადან, საიდანაც ის გაემგზავრა. რაც ყველაზე მეტად აშფოთებდათ გამონძიებლებს, იყო ის ფაქტი, რომ ეს ადგილი ცნობილია ნიანგებით სავსე წყლებით და მათ ყველაზე ცუდი ვარაუდი გაუჩნდათ. ყველაზე ლოგიკური ახსნა იყო ის, რომ კენეთი ავარიაში მოყვა, რის შედეგადაც წყალში ჩავარდა, შემდეგ კი ნიანგებმა შეუტიეს. ეს ნამდვილად ახსნიდა, რატომ ვერ იპოვეს წყალში სხვა კვალი, მაგრამ რადგან ეს ვერ დადასტურდა, მისი საქმე ღიად დარჩა. ხელისუფლება ყოველ რამდენიმე წელიწადში ერთხელ ამახვილებდა ყურადღებას მის საქმეზე, იმ იმედით, რომ ვინმეს რაიმე კვალი ეპოვა, მაგრამ კენეთი კვლავ დაკარგულად რჩებოდა. მისი სახელი დაემატა კუინსლენდის დაკარგულ პირთა რეესტრს და მისი ფოტო პერიოდულად საჯაროდ ვრცელდებოდა, მაგრამ შედეგი არ იყო. სერჟანტი ედ ლუკანი, რომელიც საწყის გამოძიებაში მონაწილეობდა, მოგვიანებით გაიხსენებდა, რომ ყოველთვის აინტერესებდა რა დაემართა კენეთს. მას ყოველთვის ჰქონდა იმედი, რომ კენეთი სადმე გამოჩნდებოდა, მაგრამ მისი გაუჩინარების დეტალებიდან გამომდინარე, ეს საკმაოდ ნაკლებად სავარაუდო ჩანდა. ერთ მომენტში მოწმეება განაცხადეს, რომ კენეთი ტაუნსვილში და კუკთაუნში ნახეს, მაგრამ ამ კვალს გაგრძელებისას არსად მიუყვანია. შემდეგ 2015 წლის ივნისში, 5 წლის შემდეგ მისი გაუჩინარებიდან, საქმე საბოლოოდ გაიხსნა. სმითფილდის პოლიცია დაახლოებით 2 საათზე გაგზავნეს ერთ მისამართზე ამ რაიონში, რადგან ვიღაცამ ქუდობა შეატყობინა. მოვლენაზე ყოფნისას კენეთმა ველოსიპედით ჩაიარა, რაც პოლიციელებს საეჭვოდ მოეჩვენათ და უბრძანეს გაჩერებულიყო. კენეთმა სადა გაქცევა ველოსიპედის გადაგდებით, მაგრამ მას კინოლოგიური დანაყოფის დახმარებით მიაგნეს და დააკავეს. მან მაშინვე აღიარა, რომ იყო კენეთ როდმანი, რომელიც ნახევარი ათწლეული დაკარგულად ითვლებოდა. და რადგან მას არანაირი კავშირი არ ჰქონდა ქურდობასთან, საქმე უბრალოდ დამთხოვით გაიხსნა, რადგან ის უბრალოდ არასწორ დროს, არასწორ ადგილას აღმოჩნდა. კენეთი დეპორტირებული იქნა უკან, აშშ-ში, სადაც მას აცნობეს, რომ მას ჰქონდა გადაუხდელი ალიმენტის ვალი $50,000 ოდენობით. ნომერი 7. 2014 წლის შუაში, 43 წლის, კრისტინა რეი დევისონი რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა, რადგან მისი ურთიერთობა მეუღლესთან, კრეიგ დევისონთან, დაინგრა. იმ წლის 20 ივლისს კრეიგი დააკავეს, მას შემდეგ რაც კრისტინამ პოლიციას აცნობა, რომ მან მასზე იძალადა, თუმცა მოგვიანებით კრეიგი ბრალის წარგენის გარეშე გაათავისუფლეს. იმ დროს ორივე კილგორში, ტეხასში ცხოვრობდა და როდესაც კრისტინა ვოტერბურგერის რესტორანში თავის მორიგეობაზე არ გამოცხადდა, მისმა კოლეგებმა მისი მდგომარეობის გამო შეშფოთება დაიწყეს. მათ პოლიციას მიმართეს მისი გაუჩინარების შესახებ და დაიწყო დაკარგული პირის გამოძიება.
მისი სახლის მახლობლად ჩატარდა საძიებო სამუშაოები, მაგრამ უშედეგოდ და ვერავინ ახსნა სად შეიძლებოდა წასულიყო, ან იყო თუ არა დანაშაულებრივი ქმედება ჩართული. რამდენიმე დღის შემდეგ საქმე ბნელ მხარეს გადაუხვია, როდესაც ქრისტინას საფულე მარშალში გზადკეცილის პირას იპოვეს. შემდეგ ის ტერიტორია ასევე საფუძვლიანად გაჩხრიკეს, მაგრამ გამომძიებლებმა მისი კვალი ვეღარ იპოვეს. მისი მობილური ტელეფონი კვლავ დაკარგული იყო, ისევე როგორც მისი შავი 1992 წლის Toyota Camry. ამ დეტალების გახმაურების შემდეგ მისმა მეგობრებმა განაცხადეს, რომ არ ელოდნენ ქრისტინას ცოცხლად პოვნას და ეჭობდნენ, რომ ის დანაშაულის მსხვერპლი გახდა. მის სახლში პოლიციამ ბრძოლის კვალი აღმოაჩინა და გამოძიებაში FBI-ს ჩართვა მოითხოვეს. მათ სწრაფად დაადგინეს, რომ ქრისტინა გაიტაცეს და მისი საქმე მკვლელობის გამოძიების მსგავსად განიხილეს. მის საძინებელში პოლიციამ მატრასზე დანის კვალი შენიშნა და გამოავლინა, რომ სახლის სხვადასხვა ნაწილში ბიოლოგიური მასალა იქნა აღმოჩენილი. რამდენიმე მისმა მეგობარმა განაცხადა, რომ ქრისტინა ან გაქურდეს, ან გაიტაცეს, შესაძლოა მისმა ყოფილმა ქმარმა. საქმეში არსებული ყველა ცნობილი ფაქტის გათვალისწინების შემდეგ გამოცხადდა, რომ კრეიგი ქრისტინას გაუჩინარების მთავარ ეჭვმიტანილად მიიჩნიეს. და 29 ივლისს ის დააკავეს ფიზიკური ძალადობის ბრალდებით, რაც ქრისტინას გაუჩინარებას არ უკავშირდებოდა. საზოგადოებას სთხოვეს ყურადღება მიექცია ქრისტინასა და მისი მანქანისთვის, რომელსაც უკანა ორ კარზე სახელურები აკლდა, მაგრამ არავინ გამოვიდა რაიმე სასარგებლო ინფორმაციით. მისი მობილური ტელეფონის ჩანაწერები შეამოწმეს, მაგრამ ისინი არ აჩვენებდა არანაირ აქტივობას. და რადგან ან გამორთული იყო, ან ბატარეა დაუჭდა, ამ გზით მისი მოძებნა შეუძლებელი გახდა. 9 თვის განმავლობაში გამოძიება შეჩერდა, რადგან ახალი კვალი არ აღმოჩნდა და ქრისტინას მეგობრებმა და ოჯახმა ყველაზე ცუდი იფიქრეს. შემდეგ 2015 წლის 4 თებერვალს ლექსინგტონში, კენტუკის შტატში, პოლიციამ დაახლოებით 1:30-ზე ღამით მანქანა გააჩერა შელის ბენზინგასამართ სადგურთან. როცა მძღოლის მონაცემები შეამოწმეს ეროვნული დანაშაულის ინფორმაციის ცენტრის ბაზაში, ოფიცრებმა გააცნობიერეს, რომ ქრისტინა იპოვეს მას შემდეგ, რაც მისი დაპატიმრების ორდერი უკანონო ნივთიერებებთან დაკავშირებით იყო გაცემული. მან ახალი მანქანა თავის სახელზე დაარეგისტრირა და რადგან ეჭვი არ იყო, რომ ეს ნამდვილად ის იყო, იგი ტეხასში დააბრუნეს, სადაც კონტროლირებადი ნივთიერებების ფლობის საქმეზე სასამართლოს წინაშე წარდგა, თუმცა შედეგი არასდროს გახმაურებულა. Number X. მისი მოულოდნელი და აუხსნელი გაუჩინარების შემდეგ 1984 წელს. Წამოაყენეს ვარაუდი, რომ 24 წლის პეტრა პაციტკა დანაშაულის მსხვერპლი გახდა და მისი მეგობრები და ოჯახი დარწმუნებულები იყვნენ, რომ მას აღარასოდეს ნახავდნენ. მაგრამ ისინი შეცდნენ. იმ დროს პეტრა კომპიუტერული მეცნიერებების სტუდენტი იყო და ცხოვრობდა ბრაუნშვაიგში, გერმანიაში. ცნობილი იყო, რომ მისი გაუჩინარების დღეს, 26 ივლისს, პეტრამ სტომატოლოგთან ვიზიტი ჰქონდა, რის შემდეგაც გეგმავდა მშობლების მონახულებას. დაახლოებით 3 საათზე პეტრა ავტობუსში ჩაჯდა ვოლფსბურგის მიმართულებით და მოსალოდელი იყო, რომ დაახლოებით 40 წუთში მივიდოდა. მაგრამ იმ საღამოსთვის ის მშობლების სახლში არ მისულა და არც დაუკავშირდა მათ, რომ ვიზიტი გაეუქმებინა. შემდგომში გაირკვა, რომ პეტრამ იმ დღეს ბანკიდან ფული გამოიტანა და მეზობელს სთხოვა მისი შინაური ჩიტისთვის ეზრუნა. როდესაც მისმა მშობლებმა ვერ იპოვეს ან ვერ დაუკავშირდნენ პეტრას, განაცხადეს მისი გაუჩინარების შესახებ და დაიწყო მასშტაბური საძიებო ოპერაცია. საქმე გაშუქდა პოპულარულ გერმანულ კრიმინალურ გადაცემაში იმ იმედით, რომ ვინმე პეტრას ამოიცნობ და ახალ ინფორმაციას მიაწვდიდა, რათა ის საბოლოოდ სახლში დაბრუნებულიყო. ასევე ჩატარდა რამდენიმე მასშტაბური საძიებო ოპერაცია, მაგრამ მიუხედავად ამისა, დამატებითი კვალი ვერ აღმოაჩინეს და ჩანდა თითქოს პეტრა უბრალოდ ჰაერში გაუჩინარდა. მის ოჯახსა და მეგობრებს არ ჰქონდათ წარმოდგენა რა შეემთხვა მას და 3 წლის შემდეგ მათ მიიღეს ამბავი, რომელმაც ისინი გაანადგურა. 1985 წელს მამაკაცი სახელად Gunther K. მსჯავრდებული იქნა ქალის სიცოცხლის მოსპობაში. დანაშაული ჩადენილი იყო იმავე ტერიტორიაზე, სადაც პეტრა ბოლოს ნახეს. და როდესაც 1987 წელს მას პეტრას საქმეზე კითხეს, მან აღიარა, რომ ისიც მან მოკლა. მაგრამ მან პოლიციას ვერ უთხრა, სად შეიძლებოდა პეტრა ეპოვათ, ამიტომ მისი საქმე არასდროს გახსნილა. რადგან აღარანაირი კვალი ან ინფორმაცია არ შემოსულა, ივარაუდეს, რომ ის მართლაც გარდაცვლილი იყო და 1999 წელს ის ოფიციალურად გარდაცვლილად გამოაცხადეს. საქმის მასალები დახურეს და ყველა ვარაუდობდა, რომ პეტრა რაღაც პრობლემაში გაეხვა და რომ ის ბოროტი განზრახვის მსხვერპლი გახდა. ჩანდა, რომ მისი საქმე სამუდამოდ გაუხსნელი დარჩებოდა, მაგრამ 2015 წელს მან სრულიად მოულოდნელი მიმართულება მიიღო. იმ წლის სექტემბერში დიუსელდორფის პოლიციამ ბინაში შეჭრის შესახებ შეტყობინება მიიღო.
როდესაც ადგილზე მივიდნენ, მათ ქალი დახვდათ, რომელმაც თავი უბრალოდ ქალბატონ შნაიდერად წარადგინა და პოლიციამ სთხოვა წარედგინა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ქალმა შემდეგ აღიარა, რომ მისი ნამდვილი სახელი იყო პეტრა ფაციტკა და რომ ის 80-იანი წლების შუა პერიოდიდან დაკარგული პირის საქმეზე იძებნებოდა. ეხლა ის 55 წლის იყო და ბოლო 30 წლის განმავლობაში გერმანიის სხვადასხვა ქალაქში ცხოვრობდა. მას არასდროს გაუხსნია ახალი საბანკო ანგარიში, მხოლოდ ნაღდი ფულით სარგებლობდა და თავის რჩენას უზრუნველყოფდა იმით, რასაც თავად არალეგალურ საქმიანობას უწოდებდა. როცა გითხეს, რატომ არ დაკავშირებია ოჯახს, მხოლოდ აღნიშნა, რომ ოჯახური პრობლემები მისი განზრახ გაუჩინარების მიზეზი არ ყოფილა, თუმცა დაამატა, რომ არ ჰქონდა სურვილი საყვარელ ადამიანებთან დაბრუნებულიყო. Number 5. როცა ის ცოცხალი იპოვეს, მძიმე განსაცდელის შემდეგ, რომლის დროსაც ტყეში დაიკარგა, 25 წლის ლისა თერისმა მედიას უთხრა, რომ მადლიერი და იღბლიანი იყო, რადგან ცოცხალი გადარჩა მას შემდეგ, რაც არასწორ ადამიანს ენდო თავისი სიცოცხლე. ლისა ალაბამადან არის და კანონით უსინათლოდ ითვლება, რაც მის ისტორიას კიდევ უფრო გამორჩეულს ხდის. 2017 წელს ის რადიოლოგიას სწავლობდა და მისი მომავალი ნათელი ჩანდა, მაგრამ ერთ დღეს მისი ცხოვრება მოულოდნელად შეიცვალა. ის ბალოკის საგრაფოში ორ მამაკაცთან ერთად ატარებდა დროს და სამელმა გადაწყვიტა ცოტა ხნით ტყეში შესვლა. იქ ყოფნისას ორ მამაკაცმა გადაწყვიტა ახლომდებარე სანადირო სახლის გადახვა, მაგრამ ლიზა ამაში მონაწილეობას არ აპირებდა. მისი ერთადერთი გამოსავალი იყო, რომ ორ მამაკაცს და დანაშაულის ადგილს მოშორებოდა. ამიტომ ერთადერთი არჩევანი ჰქონდა, ტყის სიბნელეში გაქცეულიყო. თუმცა შემდეგ დაიკარგა და ვეღარ შეძლო ცივილიზაციაში დაბრუნების გზა ეპოვა. როდესაც იმ საღამოს სახლში არ დაბრუნდა, მისმა ოჯახმა მაშინვე მიხვდა, რომ რაღაც რიგზე ვერ იყო და პოლიციაში დაკარგულის შესახებ განაცხადი შეიტანა, სადაც მითითებული იყო, რომ ლიზა კანონით უსინათლოდ ითვლებოდა, რაც მის მდგომარეობას კიდევ უფრო საშიშს ხდიდა. ორივე მამაკაცმა როგორც ჩანს ტყეში მიატოვა იგი და არც კი ეძებდნენ. მოგვიანებით კი ლიზამ განაცხადა, რომ აშკარად არასწორ ადამიანებს ანდო თავისი სიცოცხლე. ტყეში ყოფნისას ის გამუდმებით ეძებდა სახლს ან ვინმეს, ვინც იმ ტერიტორიაზე სეირნობდა, მაგრამ მისი მცდელობები უშედეგო აღმოჩნდა. მალე რამდენიმე დღე გავიდა და ლიზა სახლში დაბრუნების გზის პოვნასთან ახლოსაც არ იყო. ის შიოდა, სტუროდა და ბუნების ძალების ანაბარა იყო, ამიტომ იცოდა, რომ ყველაფერს უნდა იღონებდა, რათა გადარჩენილიყო მანამ, სანამ იპოვიდნენ. მან დაიწყო კენკრისა და სოკოების ძებნა, რომლებმაც გარკვეული საკვები მისცეს. ის აწნებოდა ტალახიან გუბეებს, რომლებიც წორვილს სოდათი უკლავდა, მაგრამ ასევე იცოდა, რომ მალე გაუწყლოებისგან დაიწყებდა ტანჯვას. ზოგჯერ მას დანებება უნდოდა, მაგრამ სახლში დარჩენილი მეგობრებისა და ოჯახის ფიქრები ძალას აძლევდა. ვერ იტანდა იმ აზრს, რომ ვეღარასდროს იქნებოდა მათთან, ამიტომ განაგრძობდა დახმარების ძებნას. ერთ მომენტში მან დიდი ფესვი იპოვა, რომელიც ჯოხად გამოიყენა, მაგრამ რადგან მხედველობა ქონდა დაქვეითებული, ამ ტყეში ბორძეკით სიარული ძალიან გაუჭირდებოდა. მას შემდეგ რაც 28 დღე გავიდა მას შემდეგ რაც მან ტყეში გაიქცა, ქალის სახელად ჯუდი გარნერი, რომელიც 92 გზატკეცილზე მანქანას მართავდა, წააწყდა ნაცემ და დაჟეჟი ლიზას, რომელმაც ბოლოს და ბოლოს საავტომობილო გზამდე მიაღწია. ის ძლიერად იყო გაუწყლებული და შიმშილის ზღვარზე იყო, მაგრამ მას შემდეგ რაც ჯუდიმ გადაუდებელი დახმარების სამსახურში დარეკა, ლიზა ახლომდებარე საავადმყოფოში გადაიყვანეს, ყვანეს, სადაც საჭირო მკურნალობა ჩაუტარეს. შემდგომში გაირგვა, რომ ორივე მამაკაცი ერთმანეთს ადანაშაულებდა ლიზას სიცოცხლის დასრულებაში, რაც გამომძიებლებს უცნაურად მოეჩვენათ. შემდეგ გაირგვა, რომ იმ დღეს ისინი ყველა უკანონო ნივთიერებებს იყენებდნენ და ეს იყო ლიზას გაუჩინარების მთავარი მიზეზი, რადგან ამან მას დეზორიენტაცია გამოიწვია. ორი მამაკაცი დააგავეს ქურდობისთვის და $250,000 გირაოთი დააგავეს, ხოლო ლიზამ სრულად მოახერხა გამოჯანმრთელება. ნომერი 4. 2017 წელს 21 წლის ლიანგ სენ ვეი და მისი 19 წლის შეყვარებული ლუ ჩენჩანი ცხოვრობდნენ საკუთარ სახლში კორეაში, სადაც ორივე პირველი კურსის სტუდენტები იყვნენ დონქუას ეროვნულ უნივერსიტეტში, მაგრამ მათ გადაწყვიტეს, რომ ემოგზაურათ. თავდაპირველად ინდია მოინახულეს და შემდეგ ნეპალში გაემგზავრნენ, რაც მათი ცხოვრების დაუვიწყარი მოგზაურობა უნდა ყოფილიყო. ისინი იმ წლის მარტის დასაწყისში დასახლდნენ დადინგში, იმ დროს როცა ამ რეგიონში ცუდი და ძალიან ცივი ამინდი იყო. მაგრამ წყვილმა არ მისცა ამ ცუდ ამინდს მათი განწყობის გაფუჭების უფლება და 9 მარტს გადაწყვიტეს ლაშქრობაში წასვლა. ვარაუდობდნენ, რომ მათ უბრალოდ სურდათ ცოტა დრო გაეტარებინათ გარეთ, რადგან რამდენიმე პრობლემა ჰქონდათ. პირველ რიგში მათი ბარგის ნაწილი დაიკარგა და გაუჩინარებამდე რამდენიმე დღით ადრე წვრილმანებზე კამათი დაიწყეს. ლუიმ თავის Facebook პროფილზე დაწერა, რომ ნანობდა ამ მოგზაურობაში წასვლას, მაგრამ გადაწყვიტა ლიანგთან ერთად დარჩენილიყო. ისინი ოჯახებთან კონტაქტს ინარჩუნებდნენ, მაგრამ 10 მარტიდან ეს ვეღარ შეძლეს. ამან მათი საყვარელი ადამიანები ძალიან შეაშფოთა, რადგან იცოდნენ, რომ დადინგში თოვდა და პოლიციაში ორი დაკარგულის შესახებ განცხადებები შეიტანეს. საქმე ნეპალის პოლიციის ყურადღებას მიიპყრო და 15 მარტისთვის უკვე დაწნებული იყო სამძებრო სამუშაოები.
პოლიციამ გამოიყენა 3 პროფესიონალი გიდი, რომლებიც ძალიან კარგად იცნობდნენ ამ ტერიტორიას, თუნდაც ყველაზე სქელი თოვლის დროს. ჰელიკოპტერი გამოიყენეს საჰაერო ძებნისთვის და მაშინ გაირკვა, რომ წვილი სავარაუდოდ ლანგტანგის სოფლისკენ მიემართებოდა, სადაც მათ კორეელი მეგობრები უნდა შეხვედროდნენ. ზებნა გეგმის მიხედვით არ წარიმართა, რადგან დამატებითმა თოვლმა გიდების ძალისხმევა შეაფერხა. სიტუაცია კიდევ უფრო გაუარესდა, რადგან ამ ტერიტორიაზე რეგულარული ზვავები დაიწყო, რამაც მდგომარეობა კიდევ უფრო სახიფათო გახადა. შემდგომში გაირკვა, რომ წვილი დაიკარგა, როდესაც ეს ტერიტორია ნისლში გაეხვია და მათ ვერ იპოვეს დაგეგმილი მარშრუტი. შემდეგ მათ გადაწყვიტეს მდინარეს გახოლოდნენ, იმ იმედით, რომ რაიმე სოფელს გადააწყლებოდნენ, მაგრამ ან ჩანჩქერის პირას გადავარდნენ, ან გამოქვაბულში გაიჭერდნენ, საიდანაც ზემოთ ვეღარ აცურნენ. ორივეს ჰქონდა მძიმე დაზიანებები ვარნის შედეგად და ამიტომ ბევრად ნაკლებად მოძრავები იყვნენ, ვიდრე საჭირო იყო. რამდენიმე დღე კარტოფილითა და მაკარონით იკვებებოდნენ, მაგრამ ბოლოს საჭმელი გაუთავდათ და გადარჩენას ცდილობდნენ ჩანჩქერის წყლის დალევით. 47 დღის შემდეგ, რაც ისინი გაუჩინარდნენ, ლონგი და ლუ ბოლოს და ბოლოს იპოვეს, მაგრამ სამწუხაროდ ლუ ბუნების პირობებს ვერ გაუძლო და გარდაიცვალა. ლონგი იპოვეს მაშინ, როცა ეძინა და მას ჰელიკოპტერით კატმანდუში გადაიყვანეს, სადაც მას მკურნალობა ჩაუტარდა არასაკმარისი კვების, ჰიპოთერმიისა და ფეხის სერიოზული დაზიანების გამო. მან განაცხადა, რომ ძლივს გადაურჩა მძიმე პირობებს. მას 40 ფუტი ჰქონდა დაკლებული და დიდი ალბათობით დიდხანს ვეღარ გადარჩებოდა, რომ არა სამაშველო ჯგუფების შეუპოვრობა, რომლებმაც მათი წითელი კარავი შორიდან შენიშნეს. Number 3. ხანდახან, რაც ჩვეულებრივად მარტივი ლაშქრობა უნდა იყოს, შეიძლება ძალიან სერიოზულ მოვლენად იქცეს. მაგალითად, უბრალოდ არასწორი გზის არჩევის გამო, რაც სწორედ ედვარდ როზენთალის გაუჩინარების შემთხვევაში მოხდა. 2010 წლის სექტემბერში, 64 წლის ედვარდი ლოს-ანჯელესის Culver City-დან იყო, სადაც უძრავი ქონების ბროკერად მუშაობდა. მას ასევე ჰქონდა პოეზიისადმი დიდი მნება, რომელსაც ხშირად უზიარებდა თავის მეუღლეს ნიკოლ კაპლანს და საზოგადო ღონისძიებებზე დამსწრეებს. მან გადაწყვეტა დრო ბუნებაში გაეტარებინა და იმ წლის 24 სექტემბერს ედვარდი კალიფორნიაში ჯოშუა ტრის ეროვნულ პარკში ჩავიდა, სადაც ერთი დრის მოკლე ლაშქრობა ჰქონდა დაგეგმილი. ლაშქრობა თავდაპირველად გეგმის მიხედვით წარიმართა და გარკვეული მანძილის გავლის შემდეგ მან გადაწყვიტა უკან გაბრუნებულიყო და მანქანისკენ წასულიყო. მაგრამ ერთ მომენტში მან არასწორად შეუხვია და მალე მიხვდა, რომ სრულიად დაიკარგა ველურ ბუნებაში. სიტუაციას კიდევ უფრო ამძიმებდა ის, რომ ამ ტერიტორიაზე მაღალი ტემპერატურები იყო, ხშირად 100 ფარენჰაიტამდე აღწევდა. საკმარისი წყლის გარეშე ეს სწრაფად გამოიწვევდა დაკარგული მოლაშქრის გაუწყოვნებას და რადგან ედვარდს მხოლოდ ერთი დღით ჰქონდა დაგეგმილი პარკში ყოფნა, მან იცოდა, რომ სერიოზულ მდგომარეობაში იყო. ნიკოლი მოგვიანებით პოლიციას ეთყოდა, რომ ედვარდი პარკში ერთი დღით ადრე ჩავიდა, რათა ავენიშნა ლოს-ანჯელესის კაფეტერიის, სახელად კლიფტონის ბრუკდეილის გაყიდვა, რომელიც ამ რაიონის ცხოვრებლებისთვის კარგად არის ცნობილი. ცნობილი იყო, რომ ის Black Rock-ის ბანაკიდან გაემგზავრა, რაც ძალიან სასარგებლო ფაქტი აღმოჩნდა, როდესაც საძიებო სამუშაოები დაიწყო. როდესაც მან ვერ შეძლო ნიკოლთან დაკავშირება, ნიკოლი შეშფოთდა და სამართალდამცავებს მიმართა. ყველასთვის უცნობად, ედვარდი გავიდა ველურ ბუნებაში იმ იმედით, რომ შეხვდებოდა სხვა მოლაშქრეს ან რაიმე ორიენტირს, მაგრამ მან არასწორი მიმართულებით იარა და მხოლოდ უფრო შორს მიდიოდა ცივილიზაციისგან. საბედნიეროდ მან იფიქრა და თან ბევრი მარაგე წაიღო, მათ შორის 4 ლიტრი წყალი, წასახემსებელი, სასტვენი, მაშხალა და თერმული საბანი. მეტი ვიდრე ერთი დღის განმავლობაში, ედვარდი ცდილობდა მანქანასთან დაბრუნებას და ბოლოს დაახლოებით 2000 ფუტზე ჩავიდა კანიონში, სადაც საბოლოოდ გაუთავდა საკვებიც და წყალიც. მან იცოდა, რომ დიდ საფრთხეში იყო და რომ კიდევ სიარული უფრო მეტად დააღლიდა. ამიტომ გადაწყვეტა მოეძებნა კარგი ადგილი, სადაც შეაფარებდა თავს და დაელოდა, როდის იპოვიდა ვინმე. მან გამოიყენა სასტვენი, რომელიც თან ჰქონდა, მაგრამ უშედეგოდ. როცა სადა მაშხალების ანთება იმედგაცრუებული დარჩა, რადგან ისინი არ მუშაობდნენ. როდესაც ბედს შეეგუა, გადაწყვეტა დაეწერა თავისი უკანასკნელი ანდერძი, მაგრამ აღმოაჩინა, რომ ქაღალდი არ ჰქონდა. ამის ნაცვლად მან თავისი ქუდი გამოიყენა იმისთვის, რომ ჩამოეწერა, რომელი ლექსები უნდა წაეკითხათ მის დაკრძალვაზე. და ამავე დროს ნიკოლს მოუწოდა წასულიყო იმ შრებულებაში, რომელსაც ერთად გეგმავდნენ. მან ასევე სთხოვა ნიკოლს მადლობა გადაეხადა მისი ზოგიერთი კლიენტისთვის და ანდერძი დაასრულა იმით, რომ ნიკოლს და მათ ქალიშვილს უთხრა, რომ უყვარდა ისინი. მაგრამ მას შემდეგ, რაც ის გაუჩინარდა, 6 დღის შემდეგ მაშველებმა საბოლოოდ შეძლეს მისი პოვნა. ის გადაიყვანეს High Desert-ის სამედიცინო ცენტრში, სადაც მიიღო მკურნალობა და საბოლოოდ სრულად გამოჯამთელდა, რაც დიდი შვება იყო მისი ოჯახისათვის, რომლებიც მის ძებნაშიც მონაწილეობდნენ. ნომერი 2011 წლის ოქტომბერში 25 წლის ენდრუ გასკელი დაიკარგა მალაიზიაში ლაშქრობის დროს.
და დღეს ის საკუთარ თავს ძალიან იღბლიანად მიიჩნევს, რომ ცოცხალი გადარჩა. იმ დროს ენდრიუ ცხოვრობდა ჰაბორდში, თასმანიაში, ავსტრალიაში. ის მუშაობდა სამოქალაქო ინჟინრად, მაგრამ გეგმავდა ცვლილებებს თავის ცხოვრებაში, რაც მან გააკეთა კიდეც სანამ გაუჩინარდებოდა. იგრძნო, რომ მისი სამსახური ძალიან ცოტა კმაყოფილებას აძლევდა და მიუხედავად იმისა, რომ სიამოვნებდა უფროსთან და კოლეგებთან მუშაობა, საჭირო იყო ცვლილებები, რათა საკუთარი ბედნიერება უზრუნველეყო. ამიტომ მან იმ წლის აგვისტოში დატოვა სამსახური და დაიწყო აზიაში მოგზაურობის დაგეგმა, რათა საკუთარი თავი ეპოვა. გეგმავდა დასავლეთისკენ მოგზაურობას გაურკვეველი ვადით, როგორც თავად აღწერდა, რადგან სურდა რაც შეიძლება ბევრი განსხვავებული კულტურა შეეგრძნო. გეგმების დასრულების შემდეგ ის 2 აგვისტოს მალაიზიურ ბორნეოში, კუჩინგში გაემგზავრა. იმავე თვის 18 რიცხვისთვის ის ბაკოს ეროვნულ პარკში იმყოფებოდა, სადაც გარკვეულწლოვანი დრო ლაშქრობაში და გარშემო ბუნებით თკბობაში გაატარა. 27 აგვისტოს მან სარავაკში ბენგუს კაშხალი მოინახულა, რის შემდეგაც თანდათან სიბუს სახელწოდების ქალაქისკენ გაემართა. ცნობილია, რომ ის იმ ტერიტორიაზე 15 სექტემბერს იმყოფებოდა, ხოლო 1 ოქტომბრისთვის უკვე ეროვნულ პარკში იყო ჩასული. შემდეგ მან ნია ეროვნული პარკისკენ გაიარო ბილიკი, სადაც 9 ოქტომბერს ჩავიდა და იქ 6 დღე დახო, სანამ გუნუგ მალუს ეროვნულ პარკში წავიდოდა, სადაც მოულოდნელად გაუჩინარდა. მისმა ოჯახმა მისი გაუჩინარების შესახებ საქმე აღძრა და ძებნა სწრაფად დაიწყო. მოგვიანებით გაირკვა, რომ მან მხოლოდ 1 დრისთვის საკმარისი მარაგი ჩაალაგა და როცა მიხვდა, რომ დაიკარგა, ენდრიუ მიცოდა, რომ სწრაფად უნდა ეფიქრა. საათები დღეებად იქცა. მან საკვების ზებნა დაიწყო, მაგრამ პირველ დღეში ვერაფერი იპოვა. ის უკვე დასუსტებული იყო, მაგრამ შემდეგ შემთხვევით მიაგნო კენკრას, ველურ ბანანებს და ველურ გვიმრებს, რომლებიც შეჭამა, რომ გადარჩენილიყო. ის რეგულარულად პოულობდა წყლის სკაროებს და არ გაუწყლოვდა, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ცოტა ჰქონდა საჭმელად. ამასობაში სამაშველო ჯგუფებს ენდრიუს პოვნა არ გამოუვიდათ და მისი ოჯახი ნერვიულობდა, რომ ის აღარასდროს იპოვებოდა. ერთ მომენტში მან ჰედენ ველის ბილიკი იპოვა და მას მიხვა, თუმცა ენდრიუს არ იცოდა, რომ ის პარკში პირველ ბანაკისკენ ბრუნდებოდა. მას ფეხი ჰქონდა დაზიანებული და ბევრი მწერი კბენდა. როცა ბოლოს იპოვეს, მაშველებმა აღნიშნეს, რომ ის გამხდარი და სუსტი იყო და ფიქრობდნენ, რომ სათანადო საკვების და თავშესაფრის გარეშე დიდხანს ვერ გაძლებდა. ის ვერტმფრეით გადაიყვანეს მურის ქალაქში, სადაც მკურნალობა ჩაუტარეს და საბოლოოდ სრულად გამოჯამრთელდა. მისმა ოჯახმა მადლობა გადაუხადა ყველა მაშველს, ვინც მონაწილეობდა და აღნიშნა, რომ ენდრიუ ალბათ ვერ გადარჩებოდა, რომ მათ მისი ძებნა შეეწყვიტათ. Number 1. ავსტრალიის აუთბექი ერთ-ერთი ყველაზე დაუნდობელი ადგილია დედამიწაზე. The Sordid Ark დაიკარგა 19 წლის სტუდენტი სახელად ჯეიმი ნელი 2009 წელს, რაც მისთვის დაუვიწყარი გამოცდის დასაწყისი გახდა. ჯეიმი ახლახან დაამთავრა სკოლა, როდესაც გადაწყვიტა, რომ უნივერსიტეტში მთავრობისა და წამს და პოლიტიკის სწავლის დაწყებამდე 1 წელი დაესვენა. ის ცხოვრობდა მუსველ ჰილში, ჩრდილოეთ ლონდონში, როდესაც გადაწყვიტა ავსტრალიაში განგზავრება და იმ წლის 22 ივნისს გაემგზავრა. მას დაგეგმილი ჰქონდა ლაოსში, ვიეტნამში და ნეპალში მოგზაურობა და სექტემბრისთვის ლონდონში დაბრუნება, რათა ექსეტერის უნივერსიტეტში სწავლა დაეწყო. ის ჩავიდა კატუმბაში, ახალი სამხრეთი ველსის შტატში, ავსტრალიაში, 2 ივლისს და იქ ახალგაზრდულ ჰოსტელში დარეგისტრირდა. მოწმემა დაინახეს, როგორ გავიდა ის ჰოსტელიდან მეორე დილით დაახლოებით 9:40 საათზე, მაგრამ უკან აღარ დაბრუნდა, რამაც ჰოსტელის მფლობელი შეაშფოთა. ჯეიმის ოთახი შეამოწმეს და შიგნით მისი მობილური ტელეფონი, პირადი დოკუმენტები, პასპორტი და სხვა ნივთები იპოვეს. რამდენიმე დღეში მას ახლომდებარე მღვიმეების სისტემის ტურზე უნდა წასულიყო, მაგრამ იქ არასდროს მისულა. შესაბამისად, იგი დაკარგულად გამოაცხადეს და როდესაც მის ოჯახს მისი გაუჩინარების შესახებ აცნობეს, მათ მისი ელფოსთა და საბანკო ანგარიშები შეამოწმეს, სადაც არანაირი აქტივობა არ დაფიქსირებულა. მისი გაუჩინარების დადასტურების შემდეგ ჯეიმის საძიებო სამუშაოები სწრაფად დაიწყო. პოლიციას დახმარებას უწევდნენ სახანძრო და სამაშველო ჯგუფები, ასევე ვერტმფრენები, რომლებიც ჰაერიდან ეძებდნენ. პარკების სამსახურიც ჩაერთო ამ ძალისხმევაში, მაგრამ მათ ვერ იპოვეს მისი ან იმ ნივთების კვალი, რომლებიც ჯეიმიმ თან წაიღო. მისი მამა რიჩარდ კასი ავსტრალიაში გაფრინდა, რათა დახმარებოდა საძიებო სამუშაოებს და შემდეგ გაავრცელა ჯეიმის ფოტო, რომელშიც მას ზურგზე გამორჩეული ბორდოსფერი ზურგჩანთა აქვს. ცნობილი იყო, რომ ის ეს ჩანთა თან ჰქონდა იმ დღეს, როდესაც ახალგაზრდულ ჰოსტელიდან გავიდა და იმედოვნებდნენ, რომ ვინმე გაიხსენებდა თუ სადმე ჯეიმისთან ერთად ან ბილიკზე ნახა ეს ჩანთა. ამასობაში ჯეიმიმ გააცნობიერა, რომ სწრაფად სუსტებოდა, რადგან უკვე რამდენიმე დღე იყო, რაც ველურ ბუნებაში დაკარგული იყო და შეეგუა იმ ფაქტს, რომ შიმშილით მოგდებოდა. ამიტომაც დაიწყო მზადება. მან დაიწყო გამოსამშვიდობებელი წერილების წერა ოჯახისთვის და მეგობრებისთვის და საბოლოოდ წააწყდა ენის ორქიდეებს, რომელთა თესლმაც გარკვეული საკვები მისცა.
მოგვიანებით ის გაიხსენებდა, როგორ დაიკარგა. როცა გადარჩენისთვის ლოცულობდა, გააცნობიერა, რომ შეცდომა დაუშვა. Pravdan დღეში წასვლამდე ხელისუფლებასთან არ დარეგისტრირდა. მას არაერთი ნიშანი ენახა, სადაც საზოგადოებას ამისკენ მოუწოდებდნენ, მაგრამ რადგან მხოლოდ რამდენიმე საათი დაპირებდა ლაშქრობას, გადაწყვიტა არ დაერეგისტრირებინა თავი. 12 დღის შემდეგ, რაც დაიკარგა, ჯეიმი ბოლოს და ბოლოს იპოვეს, როცა Narrow-Neck-ის სახანძრო ბილიკზე მოლაშქრეთა ჯგუფის გარავს გადააწყდა. ის გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც მკურნალობა ჩაუტარეს, სანამ ლონდონში დაბრუნდებოდა. დიდი მადლობა რომ უყურეთ. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, აუცილებლად დააწექით ლაიკის ხილაკს. ასევე არ დაგაუცილეთ გამოიწეროთ არხი და დააჭიროთ შეტყობინების ზარს, რომ არ გამოტოვოთ ჩვენი მომავალი ვიდეოები. მე ვარ Ty Not C და შემდეგ ვიდეოში შევხვდებით.